მივოცავთ პირველ რიგში დღევანდელ დღეს მრავალს და ეს წერდა საქართველოს დაარჩინოს ღმერთმა ყველა უბედურებისაგან. ისეთი კურიოზი გავიგონე ახლა რომ მოვდივარ და გზაზე მეცინება ბავშვი გაკვეთილზე მყავდა სიმღერის გაკვეთილზე და ესე იგი ისეთი მაგარიაო სააკაშვილიო რომ ამინიც კი შეუკვეთავო და გაუმართლაო ამ ხრივ. უნდა გამართულიყო. ეს დამოუკიდებლობის დღეა. ეს დღეს ხომ არ მოვიპოვეთ მოდი საკეთე. ის დამოუკიდებლობის დღის დაარსება. რატომ არ უნდა ჩატარებულიყო დაუშვათ აღო? მე მაგალითად როდესაც ჩატარდა აღული დიდი ზეიმით წამოვიყვანე ჩემი შვილი და არაჩვეულებრივად დაამახსოვრდა 4 წლის ბავშვს ეს დღე. არავის არაფერს არ შეუწყვეტა. ეს პოზიციების ჭიდილი საქართველოს დაუყავს ჩემს. ერთადგომა მხარდამხარდა ძლიერად და ლამაზად დიდი სიყვარული საქართველოსაც უშველის და ქართულსაც. დღესასწაული 26 მაისი არის, აქ ვართ, იმიტომ რომ ვიცით, ხარია ერთიანობა, გაძლიერება, მთლიანობა. წვიმა არაფერს არ შეგვიშლის. წვიმა კი არა, თუნდაც უფრო უარესი იყოს, ქართული ხალხი მაინც იქნება გაერთიანებული და ერთიანობისთვის წვიმა ვერ შეაშლილებს ვერავის. არ უნდა იყოს ესე კი პირველი სარდალი უნდა იბარებდეს აღლუმს და წესრიგი უნდა იყოს, მაგრამ ვისთვის როგორ არის ახლა მე ჩემთვის მაგალითად უფრო მერჩევია. როგორ? საზოგადოები, აი იმას უფრო სხვანაირი ელფერი ქონდა. თითქოს აი ოფიციალური სახე ქონდა და აი ესე რომ ხალხი საზოგადოების წინაშე გამოდიოდა. არ არის აი ეს უფრო მე ეს მიმაჩნია. მაგრამ რა აუცილებელია დემონსტრირება ძალის, რომელიმაც ვერაფერი ვერ გვიშორა და ამდენი ტერიტორიები დავკარგეთ. ხო, მაგრამ ძალა სამხედრო კი უნდა ყავდეს და მიიღოს ყველაფერი ფიცი, მაგრამ აუცილებელი არ იყო ხოლმე რუსთაველზე იმ ჩვენ სამხედროების განაყოფების ისა. პირველ რიგში იმიტომ რომ ეს არის დიდი დღესასწაული ჩვენთვის, ჩამოვედით გორიდან, წარმოვადგეთ გორის კოლეჯს, ასეთი არის განთიადი პროფესიული კოლეჯი. ყავს ბავშვები ჩამოყვანილი გზის გადამუშავების სპეციალობის ბავშვები, რომ თავისი ხალხით ნახონ ეს საქართველოს დამზადებული ხელები. მეგონა უფრო მასშტაბური იქნებოდა, მაგრამ ალბათ მიდის ბროლია და აუშავს მომავალში უკეთესად ჩატარდება ალბათ ეს ღონისძიება და ძალიან მოსწონს ჩვენს ბავშვებს, ჩვენს სტუდენტებს. ის რაც თეორიულად ისწავლეს, დღეს პრაქტიკულად ნახეს ეს ცხოვრებაში, ეს გამოფენა გაყიდვის დროს და იმედია რომ კარგ ესე იგი პრაქტიკა შეიძლება. სამხედრო აღლუმი ამ დღესთან დაკავშირებით მაინც და მაინც მე არ მიმაჩნდა ძალიან აუცილებელი. რატო? ეს უფრო ზეიმი უნდა იყოს და არა ის რაღაცა განწყობა ისეთი, რომელიც აკავშირებულია ამ საომარ მოქმედებთან რაღაცა ცოტა უნდა დაისრულოს ჩვენ ახლა არა საჭირო. ნაკლებია პომპეზურობა ნებისმიერ დღეს ახალი წელიც კი ნაკლებ პომპეზური მომწონს. რასაკვირველია მომწონს ასეთი არაპომპეზური დღესასწაული. 7-ია წყნარი ცოტა წვიმაც რო არ ყოფილიყო ძალიან ჩვენ რად გრძნობთ თავს მეყველეები ასე ვთქვათ. ჩვენ ზედმეტად გაპიარებული ყველი ვართ პროექტი ზოგადად. მე ვიტყოდი კიდევ ერთხელ ხაზგასმით ზედმეტად. ამიტომ იმდენად ცნობადია უკვე რომ პრინციპში მოლოდინები, ახლა უკვე შიში ვარ და მოლოდინები არ გავუმტყუნო და სულ კარგები ვიყოთ და არ გავაკუჭოთ და გემო არ შევწავლოთ და დიზაინზე ვიმუშაოთ, რომ რაც უფრო დახვეწილი ვიქნებით, უფრო მეტად მაყოფილი იქნება მომხმარებელიც. დობა მაღალია საკმაოდ, ძალიან მაღლა იწია პლანკა მდობის და ამ დობის შენარჩუნება საკმაოდ დიდი ძალისხმევა ჭირდება.